სექსუალური ორიენტაცია, განსხვავებული ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არის ნორმა. და გენდერული იდენტობა რა არის? იცი? ფიზიოლოგიურად გარკვეულად რომ კაცია და თავი ქალი როგორ. აი ეს ლაპარაკში რომელიმე მამაკაცი ადგეს და თქვას რომ ნაპოლეონი ვარ, სუვოროვი ვარ, ლომონოსოვი ვარ. ცხადია, რომ ყველა ჩათვლის გიჟია და მკურნალებია. მას არავინ არ არის სულამისთვის. ეს თუ ანომალია, მაშინ თავი რომ კალიგონი ეს ნორმა როგორ ხარ? აი ეს არის თავი შეცდომა კაროს. აქედან გამომდინარე, თუ ეს ნორმა შემდგომში გამოდის სინაკლებე პრეტენზიაზე, თუ ჩვენ ნორმალურები ვართ, მაშინ რატო არა უფლება ქორწინების, ბავშვების აყვანის, სკოლებში, ბაღებში მუშაობის. ეხლა ბავშვებს ხედავდა, თქვენ დასაშევად მიგაჩნიათ, რომ მათი აზრდელი იყოს რომელიმე ჰომოსექსუალი ან გენდერულად twinarეული ადამიანი. ეს არის თავი დანაშაული ჩაიგდეს და სხვათა შორის გულში ჩავარდა პარლამენტის ხდომა, იმიტომ რომ მოსმენების შესახებ კანონზე ვერ შეადროვეს ფორმა. ესე იგი პარლამენტმა ვერ გაბედა კეჩისთვის დროს ხლამიეცა იმისთვის რომ შესმოქალაქეებს, ახალეს მეგრელებს, ბათუმელებს, თბილისელებს ნუ მოუსმენ. ცოტნარი გასაკეთებს ოთახში თუ პოლიტიკური პარტიის ლიდერი თავის ესე იგი სამუშაო კაბინეტში რა თემაზე ლაპარაკობ, ჭუჭუტანი და რამაც მოუთვალთვალა. აი ეს კანონი ვერ გაიტანეს, ფორუმი ვერ შეგროვა. და აი ამ კანონზე, რომელზეც მე ვილაპარაკე ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, 112 ხმით სამართლოდ პარლამენტში ერთი კაცი არ გამოიძებნა, რომ ნამუსი მოეწმინდა ჩვენთვის და წინააღმდეგი ხმა მიეცა. მაგრამ ეს იმიტომ რომ მარიონეტები არიან.